საღამოს თოქ-შოუ კოკა კვირკველიასთან ერთად. საქართველოს პროკურატურამ დღეს 2011 წლის 26 მაისს ჩაწერილი დემონსტრაციის დარბევის სამსახველი აქამდე უცნობი კადრები გაავრცელა. რატომ დასჭირდა ხელისუფლებას ძველი კადრების თაროდან გადმოღება, ხომ არ განაპირობა საკუთარმა შიდა პარტიულმა კვლევის შედეგებმა ოცნების მხრიდან შაბლონური გზის არჩევა. უნდა ველოდოთ თუ არა მსგავს მასალებს უახლოეს მომავალში. ამასთან ქართული ოცნება პოლიტიკურ პარტიებს წინა საარჩევნო პერიოდში ინციდენტების პრევენციის მიზნით მემორანდუმზე ხელმოწერას თავაზობს. ვინ არის მომხრე და ვინ წინააღმდეგი, ხომ არ დააგვიანა მართლმა პარტიამ და რატომ არ უერთდება მას ნაციონალური მოძრაობა. ჩვენს კითხვებს სერგი კაპანაძე და გიორგი ვოლსკი უპასუხებენ. გუბა სანიკიძე ბიძინა ივანიშვილზე ნაწყენია, თუმცა მასთან შეხვედრას ითხოვს. ივანიშვილის მხრიდან ფულის სიყვარულში მხილებული სანიკიძის პოზიციებს ფორმელი გიორგი ხეჩინაშვილი დაიცავს. გადაცემის მეორე ნაწილში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს საღამოს თოქ-შოუში შეაფასებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი. ასევე გავიგებთ, რატომ დაასჭირდა წინა საარჩევნოდ რესპუბლიკური პარტიის ლიდერს დავით ზურაბიშვილს რელიგიური კონფესიების დაცვა, ხოლო გოგი თოფაძისგან მოვისმენთ პასუხს არასამთავრობოების მიმართ, რომლებიც მოითხოვენ პარტიებმა წარმოადგინონ მინიმუმ 6 წამყვანი მინისტრობის სავარაუდო კანდიდატი. ეთერშია საღამოს თოქ-შოუ, მოგესალმებით, მე კოკა კვირკველია ვარ. გადაცემას ვიწყებთ ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ათეულის წარმომადგენელთან სერგი კაპანაძესთან. მოგესალმებით, ბატონ სერგი. მოგესალმებით. მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ბატონ სერგი, დღეს გავრცელებულ კადრებში იყო რაიმე ახალი თქვენთვის, რაც არ იცოდით და იღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ეს იყო ცალკეული შეცდომები თუ ფიქრობთ, რომ არის დანაშაული? მივიშვა შემთხვევაში არის დანაშაული თუ იყო შეცდომა თუ რაც იყო, ისე დანაშაულია უნდა იყოს გამოძიებელი, დანაშაული უნდა იყოს დაჟილი. ამაზე არავის ორიაზე არ აქვს. ანუ ფიქრობთ, რომ ეს იყო დანაშაული? მაგრამ ის რომ ეს ხდება წინა საარჩევნოდ, ის რომ ეს ხდება თემაზე, რომელიც მეტნაკლებად დახურულია, რომელიც ხალხურ ციხესიმაგრეს და ფაშიზმის ხდის, ჩემი აზრით მივხვდეთ სწორედ იმას, რაც ჩვენ ამდენი ხანია ვამბობთ. ანუ მივხვდეთ იმაზე, რომ პროკურატურა არის პოლიტიზირებული და ასრულებს ქართული ოცნების დავალებას. იმიტომ რომ ეხლა 2 კვირით ადრე თუ 3 კვირით ადრე არჩევნებამდე არაფერი ახალი რეალურად არ ყოფილა გამოქვეყნებული, მაგრამ მაინც ალები დიდი თემა მიიღეს ამ საკითხს. კიდევ ერთხელ ამაზე ხალხი უკვე რამდენადაც ვიცი, იხდის საში. კი ბატონო, და თქვენს ამბობთ, რომ წინა საარჩევნოდ მოხდა კადრების გამოყენება და ფიქრობთ, რომ მოსახლეობა ჯერ კიდევ სხვადასხვა ვიდეო ჩანაწერებს ნახავს და არის კიდევ რაიმე ისეთი თქვენი ინფორმაციით, რაც ბჭყალებში ნამდვილი ბომბი იქნება თქვენ საწინააღმდეგო ამოქმედებული? ისე არ ვიცი, არ დავიწყე სპეკულირებას, იმიტომ რომ რაუდით ივანიშვილის თავში ერთი ვიცი, რომ წინა საარჩევნოდ ამ ხელისუფლებას ამოწურულია რესურსები რეალურ თემებზე ისაუბროს, მათ არ შეუძლია არაფერი შეთავაზოს მოსახლეობას, არც ერთ საკითხი არ აქვს გეგმა, პროგრამა გამოაქვეყნეს რამდენიმე დღის წინ და 1-53 დღიანი სადღეგრძელოა, არაფერი შეიძლება რეალური არ წერია. ამიტომ ნებისმიერ თემაზე მათი დისკუსია და დებატი არის წამგებიანი. აქედან გამომდინარე, მათ ალბათ უნდა რომ გადაიტანონ ყურადღება რაღაც სხვა საკითხებზე და ეს სხვა საკითხები შეიძლება იყოს რაღაც ჩანაწერები, ანუ არაფერი არ გამიკვირდება მათგან, მაგრამ ესეთი ტიპის დამოკიდებულება, რომ მათთვის არის ჩვეულებრივი ამბავი, ეს ნაცვლად გამოჩნდა ხო? 1 წლის განმავლობაში სუსი ხან აქვეყნებს პირად ჩანაწერებს, ხან სხვაგან ტვირთავს, მაგრამ არაფერი საბოლოოდ არ გამოძიებული არ არის. ამიტომ არაფერი გასაკვირია ამას შემთხვევით არ იყო. არ დღევანდელი პროკურატურის ბრიფინგში კიდევ რომ გაუგება ჩემს დახურულ საქმეზე და მithumetes შესაბამისად არ გამორიცხავთ, რომ ამაზე უფრო მძიმე კადრები გაავრცელონ წინა საარჩევნოდ, ნუ კიდევ პერიოდი გვაქვს. არაფერი არ გამორიცხავს, ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ბედუკადის კადრებით, რომელიც მოვიდა ბედუკადის კადრებით ხელისუფლებაში და მე ბედუკადის სარამდე მივიდა, კარგად ნახეთ ყველა, ხო, რუსეთის ბაზების დაბრუნებას გვიდებოდა. რატო უნდა გამოვიწყოთ რა? ხელისუფლების მხრიდან ყველაზე მეტად თქვენი პარტიის მისამართით ისმის, რომ ნაციონალური მოძრაობა გარკვეულ ასე ვთქვათ, პროვოკაციებს ამზადებს და რა აძლევს მას ამის თქმის საფუძველს, გამოგიჭირეს თქვენ რამეში, რატომ გაქვთ ასეთი იმიჯი? ფაქტები როგორია ბოლო თვეების განმავლობაში? ერთი ფაქტი არის, სადაც ნაციონალური მოძრაობა რაიმე. არ ვიცი, ბოლო რამდენიმე დღის წინანდელიც რო მოვიყვანოთ ფაქტად, ისინი ამბობენ, რომ თქვენი პარტიის წევრები იარაღით იყვნენ შესულები. ეგ არის რაღაცა მათი დადგმული რაღაც ეპიზოდი, რომელიც რაღაც აბსოლუტურად რეალობას მოკლებული, მაგრამ ფაქტები არის ის, რომ აქამდე რაც ხდებოდა ინციდენტები, პირიქით, ყველაფერს თვითონ მონაწილეობდა. აწლებული კორცხელი, დაგრძელებული გამარჯვებაში და ინციდენტიც იყო. სამეგრელოში რამდენიმე ეგეთ შემთხვევა იყო, სადაც მოსახლეობამ დააგდო თვითონ პროვოკატორები, რამდენიმე დღეში ბაზილბაშვილთან იყო გორში. ჩვენი პლაკატების ჩამოხევა შეუარდნა აქტივისტებთან. ეს არის რეალობა და არც ერთი ეს საკითხი არ ყოფილა გამოძიებული.
და მე ის რომ რაღაცა კონტრაქტიდან დადგეს რაღაცა მოიფიქრეს რომ ეხლა ვიღაც ჩვენები სადღაც შევარდნენ და თან ჯიბეში თურმე ეძოთ პარტიის ბილეთი რომ კარგად როჩვენებიათ ნამდვილად ჩვენები არ ნუ ხაპარი არის ხო ანუ ფაქტი არის შემდეგ ისინი აკეთებენ ისინი არიან სწორედ ძალადობის მაინსტერიდებელი ისინი აწყობენ ამ ძალადობას და მე მოგროლებენ ჩვენ და ერთი ფაქტი არ არის არც ერთი კონკრეტული ფაქტი რომელიც ამაზე მიუწოდა ჩვენს წინააღმდეგ და არ არის სერიოზული ამის კომენტირება გასაგებია ბატონ სერგი მაშინ რატომ არ უერთდება ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების მიერ ინიციირებულ ეგრეთ წოდებულ ამ შვიდობის მემორანდუმს რომლის პრეზენტაციაც დღეს უნდა მომხდარიყო ხო არასწორი ფორმულირებაა ჩემთვის იმიტომ რომ ჩვენ იმას ვკრავთ რომ ხელ არ მოვაწეთ ამ დოკუმენტს დოკუმენტის ხელმოწერა არანაირი პრობლემა არ არის არა დოკუმენტის ხელმოწერა არ წყვეტს პრობლემას წყვეტს ერთის რომ მათი მხრიდან დაფიქსირება კეთილინების აღარ იქნება ძალისმიერი ფაქტები და შეწყვეტენ ამ პროვოკაციებს და მეორეც რომ გამოძიება აქამდე არსებული დარღვევების ეს არის რაც იმყოფს შვიდწინა საარჩევნო გარემოსგან ეს თუ მოხდება მე არანაირი დოკუმენტის ხელმოწერა პრობლემა არ იქნება ანუ თავარი თემა არ არის რაღაც პარატინა ხაღალში და დოკუმენტში თავარი თემა არის იმ კონკრეტულ ქმედებებში რომელიც ხელისუფლება უნდა გადადგეს ამას ვერ ვხედავ ჩვენ და ამიტომ არის პრობლემა ამ დოკუმენტის მუშაობა თორე ციდან გილეთხოვა ხელმოწერა დოკუმენტის როგორც ახეთის პრობლემა შესაბამისად როგორ გავიგოთ მოაწერთ თუ არ მოაწერთ ხელს ისე გაიგეთ როგორც იქ არის ზუსტად ანუ საჭირო არის რომ გამოხატონ პოლიტიკური ნება პოლიტიკური დეკლარაცია კი ბატონო ესე კი არ მოაწერთ ხელს ხელმოწერა თავისთავად რა თქმა უნდა არ იქნება აქამდე არსებული დარღვევები გასაგებია და ბოლო კითხვა როგორია თქვენი პოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მოწოდებასთან დაკავშირებით ყველა პარტიამ წარმოადგინოს რომ მინისტრთა კაბინეტის სავარაუდო კანდიდატები ისე მართლა მაინტერესებს თქვენ თუ ხართ ამაზე არის რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა როგორ უნდა ვიმუშაოთ და როგორ უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ კრიზისიდან რომელიც შექმნა იმ ახალმა გუნდმა რომელიც ახლა მოვიდა ნაციონალურ მოძრაობაში სწორედ ამ ახალი გუნდის ახალი სახეებით ასევე თავის სფეროში ცნობილი და ექსპერტების ხონე პროფესიონალები. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ამ მოწოდებასთან დაკავშირებით. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. სერგი კაპანაძე პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს ნაციონალური მოძრაობის სიის ათეულის წარმომადგენელი. ახლა კი ჩვენ გადავალთ უკვე სტუდიის სტუმართან გიორგი ხეჩინაშვილთან. ბატონ გიორგი მოგესალმები და მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას. უბრალოდ ცოტა ახლოს მიკროფონთან. ბატონ გიორგი არის ეროვნული ფორუმის სიის მე-7 ნომერი. აუცილებლად უნდა დავიწყოთ ივანიშვილის თემით. საუბარი ივანიშვილის მორი კრიტიკაზე უნდა კითხოთ. გუბა სანიკიძე პოლიტიკაში მილიონების საშონელად მოვიდა, მაგრამ ვერ იშოვა. რა პასუხი აქვს ფორუმს? ელოდით ისე ასეთ სიმწვავეს ივანიშვილის ეს კრიტიკა ხო არ მოყვა სანიკიძეს იგივე რამდენიმე თვის წინანდელ გამონათქვამებს, როდესაც მან საშუალოზე დაბალი დონის თამადის სიტყვები უწოდა ივანიშვილის გამოქვეყნებულ წერილს და ნუ იქ რაც ეწერა მაგას და თუმცა პირადად სანიკიძის მიმართ ხა ივანიშვილს მაინც და მაინც კარგი დამოკიდებულება არც არასდროს ჰქონია და არც გუბაზე თავის მხრივ არ აკლებდა. ახლა ამ შემთხვევაში შეკითხვის ადრესატი ბატონი გუბაზია და ვფიქრობ რომ მან გუშინ მიუხედავად თქვა ჩემი საარჩევნო მარათონში ძალიან აქტიური ქმედებისა მე მაინც მოვასწარე რომ ენახამ სამივე ინტერვიუ და ვფიქრობ რომ ამოწურავად უპასუხა ყველა შეკითხვებს და თუ კი მე მეკითხებით მეკითხვით იმას რომ ზოგადად სამწუხაროა, როდესაც კომპრომატების თემა ისევ აქტუალური გახდა. მე ალბათ მეამიტი ვარ და ვთვლიდი, რომ კომპრომატების და მით უმეტეს ეს ფარული ჩანაწერების, რაც აბსოლუტურად მიუღებელია პირადად ჩემთვის და ჩემი პოლიტიკური ორგანიზაციისათვის, ისევ გახდებოდა ასე ვთქვათ, აქტუალური და განვითარდებოდა ის მოვლენები, რომელიც განვითარდა. თუმცა პოლიტიკა ეს და არ არის გამორიცხული, არაფერი არ არის გამორიცხული. კიდე რამე შეიძლება თქვენი პარტიის მისამართით? ჩვენი პარტიის მისამართით ალბათ არა, არ ვიცი, ვერ გეტყვით, როგორ იქნება. ხო, დანარჩენს ვხედავთ, ხო, მე ვისურვებდი და ალბათ ეს საზოგადოების სურვილია, რომ ეს კომპრომატებით ბრძოლა დასრულდეს, ან მინიმუმდა იყოს დაყოლი. ისე ბატონ გიორგი მიუხედავად ამ ყველაფრისა გუშინ ივანიშვილის ტელევიზიაში მისულმა გუბა სანიკიძემ ბიძინა ივანიშვილს თხოვა რომ შეხვდეს კოალიციის ყოფილი წევრი პარტიების თავმჯდომარეებს და რაზე უნდა ესაუბროს კახა შარტავა ბიძინა ივანიშვილს ასეთი შეხვედრის შემთხვევაში უნდა სთხოვონ რომ ივანიშვილმა ყოფილი დანაგუნდელების მიმართ რიტორიკა შეცვალოს თუ აი რაზე ხო მე მიჭირს ასევე ადრესატი ამ შემთხვევაში მე არა ვარ შეთავაზება აბსოლუტურად ლეგიტიმურია ნუ რა მოხდა თუ კი ყველა მხარე ისურვებს რომ განიხილოს ეს საკითხი ამაში თუ ვერაფერს ვერ ხედავ, მაგრამ ეს შეთანხმების საგანია, უდაოდ. ხო, ეხლა რა არა და როგორ გაირკვევა თუ კი შედგა ეს შეხვედრა, მიჭირს ახლა პროგნოზირება და ვფიქრობ, რომ შეცდომა იქნება, რომ მე რაღაც
აზრი გამოვთქვა ამასთან დაკავშირებით ანალიზი გავაკეთე. ბუნებრივია რა, საინტერესოა თუ შედგება კარგია, თუ არ შედგება ასევე კარგია, არც არაფერი არ მოხდება. ისე შეთავაზება ფორმის რამე უკან დახევას ხო არ არავითარ შემთხვევაში რატო არ მგონია გასარკვევი სათქმელი უნდა ითქვას პოლიტიკა ეს და თუ კი ეს ხდება პოლიტიკური კორექტულობის ფორმაში ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან რატომაც არა. კი ბატონო. ბატონ გიორგი ხეჩინაშვილი პასუხობს ჩვენ შეკითხვებს, ჩვენ მას გადაცემის მსვლელობისას კიდევ დაუბრუნდებით, უბრალოდ თემას რო არ გავექცეთ, მოდი მეორე მხარეს გავესაუბროთ. პირდაპირ ეთერშია ბატონი გიორგი ვოლსკი, პარტია ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი. ბატონ გია, როგორ ფიქრობთ, რატომ დასჭირდა ივანიშვილს გუშინ გუბასანიკიძის ასე მოხსენება, ის მისივე რჩეული იყო, მაშინ როდესაც იქმნებოდა კოალიცია ქართული ოცნება. უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით და მადლობა რომ ხართ ჩვენთან. დიდი მადლობა მოწვევისათვის. მე რაღაც კითხვა მეუცდაურა, ცოტა მართალი გითხრათ, აში დაჭირდა მოხსენიება. ბიძინა ივანიშვილი კერძო პიროვნება, მიუხედავად იმისა, რომ დაკავშირებულია აქტიურად ქართულ ოცნებასთან, ეს არის ადამიანი, ვინც თავის მოსაზრებებს ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზედაც ჟურნალისტები ეკითხებიან, აძლევს პასუხს. მაშინ მე გკითხავთ თქვენ, ეთანხმებით, რომ გუბასანიკიძე პოლიტიკაში მილიონების საშოვნელად მოვიდა, მაგრამ ვერ იშოვა. ეცით რა არის, ეს ამ შეფასებას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი და რატომ უნდა მაინც და მაინც გავიმეორო ეს შეფასება. არ უნდა გაიმეოროთ, ამიტომ გეკითხებით, ეთანხმებით თუ არა? იცით რა არის, მე არ მომწონს შეკითხვის ესეთი ფორმა. მე ვხედავ იმას, რომ არის საკითხები, რაზედაც საზოგადოებას საუბრობს. საერთოდ ქონდა შეხვედრა, სწორედ შეხვედრიდან გამოვედი, იმიტომ დავაგვიანე საზოგადოებასთან. რომელსაც ძალიან კარგად ახსოვს ის გამონათქვამი, რაც გუბაზმა თქვა იმის თაობაზე და რაღაც თანხის შეხვედრას აპირებს და ციფრით დაასახელა. აქედან გამომდინარე, ახლა საინტერესო იმის თაობაზე, ახლა ხალხისთვის ამ მომენტში იშოვა თუ ვერ იშოვა რა გააკეთა, ეს არ არის, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის შეფასებები, ეს არ არის ეს უბრალო თემა, ესე თუმცა არა, უბრალო არ არის, უბრალოდ წინა საარჩევნოდ არის გასაკვირი, იმიტომ რომ თავის დროზე ივანიშვილს ამაზე მაინც და მაინც ხისიერი რეაქცია არ ქონია. გულწრფელია, მე ვაფასებ იმას, რომ შეიძლება მეტი სხვა მეტი ინფორმაცია ქონდეს ამასთან დაკავშირებით და მე ვერანაირად ვერ დავაფასებ, პოზიტიურად ვერ შევაფასებ გუბაზის პოზიციას, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ოპონირების ისეთ რეჟიმში გადავიდეს, როდესაც რატო გიკვირთ ოპოზიციაშია? არა, არც მეკვირს და ზია ძიძიგურისგან განსხვავებით. ხო, არაფერი ვერა ძიძიგურისგან განსხვავებით რას? არა, ისიც კოალიცია შემავალი ერთ-ერთი სუბიექტი იყო, რომელიც დარჩა და არ ოპონირებს. გასაგებია, მაგრამ იყო პრინციპული მომენტები, როდესაც სჭირდებოდა ერთიანობა იმ ყოფილ უმრავლესობას თუ ჯერ კიდევ ფორმალურად არსებულ უმრავლესობას, სადაც გუბაზის პოზიცია არ იყო თლად ნათელი და ესეთი ჩამოყალიბებული, როგორც სხვა თემაზე გადავიდეთ, ბატონო გია. სახელმწიფოს ინტერესები ითვალისწინებდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ოპონირების რეჟიმში ყოფნა მე აბსოლუტურად არ მეკვირს. გასაგებია. დღეს პროკურატურამ ძველი და აქამდე უცნობი კადრები გაავრცელა, თუ როგორ მოქმედებდა ნაციონალური მოძრაობა 2011 წლის 26 მაისის დემონსტრაციაზე. თუმცა დამეთანხმებით, რომ აქ მხოლოდ დეტალები ახალი, თორე ფაქტი ისედაც ყველას კარგად გვახსოვს და კითხვა. მართლა ასე უჭირს ოცნებას, რომ მას დასჭირდა ძველი კადრების თაროდან გადმოღება. ეს არის სურპრიზების მეორე ეტაპი თუ კიდევ უნდა ველოდოთ რამეს? არ ვიცი, თაროდან გამოიღო თუ სხვა წყაროდან გამოიღო, რატო თulit მაინც და მაინც რომ თაროდან არის. პროკურატურამ გაავრცელა, ეხლა დღეს არ მიაწოდებდნენ მაგათ. თაროდან ჩამოიღო, მაინც და მაინც იქნებ დამატებითი ინფორმაცია, თქვენ დაზუსტებით ამბობთ აპრიორი აკეთებს საკითხს ისე რომ თითქოს და ესე მოხდა და ეს კადრები თქვენ ფიქრობთ რომ ამ დღეებში მიაწოდეს პროკურატურას? მე არაფერს არ ვფიქრობ, გამოძიება მუდმივად გრძელდებოდა ამ საკითხზე და რა ეტაპზე რა ინფორმაციაა მიღებული პროკურატურაში, ნამდვილად არ ვფლობ ამაზე ინფორმაციას. მით უმეტეს ბატონო გია. ხო. და მით უმეტეს 4 წელი რატომ მოანდომა პროკურატურამ ამ ვიდეოს გამოქვეყნებას და სად ინახებოდა ეს კადრი, ან ვინ ინახავდა, რომ მხოლოდ ახლა გავრცელდა? არის რაიმე ინფორმაცია თქვენ? ეს კითხეთ პროკურატურას, თქვენ ისე ნუ დააყენებთ საკითხს, თითქოს ამ კადრების
მიღმა რაც ხდებოდა და იმ დანაშაულისთვის რაც ხდებოდა, ამაზე რეაგირება არ არის გაკეთებული და პირველად კეთდება. არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ დამატებითი გარემოებებია, რომელიც ასევე დამატებით საგამოძიებო, რომელიც წინა საარჩევნოდ გამოქვეყნდა, უბრალოდ ამ ფაქტს ვერ გავექცევით, ამიტომ გეკითხებით ბატონგია, თორე რა თქმა უნდა, თავის დროზეც იყო დასაჭერი ის. ფაქტები და ნაპირებს გაქცევას თუ არ გაქცევას, მაგრამ მე გეტყვით, ეს მოხდა დანაშაული, ჩვენ ძალიან ხშირად გვინახავს, როგორ უპირისპირდება პოლიცია მომიტინგეებს, მაგრამ დანაშაულებრივი დაპირისპირება და დანაშაულებრივი ქმედებები იყო იმდენად თვალნათელი, რამდენადაც ადამიანები მივიღეთ უამრავი დასახიჩრებული და ორი აზრი ნამდვილად არ არსებობს, რომ 26 მაისს ამაზე რეაგირება მოხდა, თუ კი რაიმე დამატებითი მასალებია პროკურატურის მიერ მოძიებული, კიდევ უნდა მოხდეს დამატებითი რეაგირება და დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. და გასაჯაროება თუ უნდა მოხდეს დამატებით ამ კადრების, ახალი კადრების წინა საარჩევნო. იცით რა არის, ახალი კადრების არ ვიცი რა, მე ისე მეკითხებით, მეგონება რაღაც პროკურატურის თანამშრომელი ვიყო. უნდა მოხდეს თუ არ უნდა მოხდეს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ რაც შეიძლება მეტი უნდა იცოდეს იმის თაობაზე და არ ქონდეს ილუზია, რომ არსებობს პოლიტიკური ძალა, ნაციონალური მოძრაობა, რომელიც გონს მოეყო და ეხლა ის შეცდომებს რო ეძახის, გაეთვალისწინა. დანაშაულებების, ბევრი დანაშაულებების ჩამდენი ჯგუფი და ამის თაობაზე თუ არის რამე და თუ არ არღვევს კი, სხვათა შორის სერგი კაპანაძე ყავდა ეხლა თქვენამდე და მან თქვა, რომ კი არის დანაშაული და ხალხმა აგო ამისთვის პასუხი და ჯერ კიდევ სერგი კაპანაძეს გონია, რომ კარგ რამეს ამბობს ამეთი, მაგრამ აბსოლუტურად ეს არ არის რეალობა, რაც ქვეყნის მომავალ შეცდომა რო იყოს, რო თქვას, ის უფრო ცუდი იქნება, ვიდრე აღიაროს, რომ იყო დანაშაულის ნიშნები. ბატონ გიორგი, არა, ჯობია აღიაროს დანაშაულის ნიშნები რო იყო და ჯობია პარტიასაც სხვა და არ ყავს და სხვა კონცეფციით გამოვიდეს. ბატონ გია, სხვა თემაზე რო გადავიდეთ, არასამთავრობოების ინიციატივაზე ემხრობით ამ მოწოდებას, იმიტომ რომ არის ალბათობა, რომ თავად თქვენ გიხილოთ მომავალ მინისტრთა კაბინეტში და მით უმეტეს ხართ მაჟორიტარი კანდიდატი და ნუ ეხა პირდაპირ რო ვთქვათ, გარანტირებულ გამსვლელ სიაში თქვენ არ ახართ. თუმცა მაჟორიტარად შეგიძლიათ რა თქმა უნდა. ინიციატივა იყო მაჟორიტარების, რასაც პრემიერმა მხარე დაუჭირა იმ წუთში გადაუდებულად. ჩვენ მანდატი უნდა მოგწეს იმ ხალხმა, ვინც გვირჩევს. და არავითარი გარანტია არ უნდა ქონდეს იმისა, რომ 10-ით ან 20-ით ან 30-ით თუ მე ვფიქრობ, გაცილებით მეტი იქნება ჩვენი წარმომადგენლობა მოხდეს სიაში. უნდა იყოს რაც შეიძლება შორს. რათა ერთადერთი შენი ამომრჩეველი იყოს ის ადამიანები, ვინც აეხლა ჩემგან შემო. და ემხრობით არასამთავრობოების ინიციატივას. რომელი ინიციატივა? აი დღეს რაც გააჟღერეს, რომ იქნება ყველა პარტიამ წარმოადგინოს მინისტრთა კაბინეტის არ ვემხრობი ნამდვილად, იმიტომ რომ ეხლა ამ ეტაპზე, როდესაც ყველა კონცენტრირებულია წინა საარჩევნო პერიოდზე, როდესაც აქტიურ ფაზაშია შესული, იმ ახალი თემის შემოტანა, რასაც ქვია კაბინეტის ცვლილება თუ იგივე დატოვება და ახალი აჟიოტაჟის შექმნა გამოიწვევს მხოლოდ გარკვეულ პოლიტიკური სპეკულაციების ბიზნეს შექმნის ჩვენ სტაბილურობა გვჭირდება ქვეყანაში. ეგერთი. მეორე ძალიან სერიოზულ დარგებს ხელმძღვანელობენ ჩვენი მინისტრები და დარგში საერთოდ ამ დარგში დასაქმებული ადამიანები იქნება. ყველა ადამიანები ვართ, ჩვენ ადამიანებს ისებები. არანაირად არ შეგვიძლია. როგორც ჩვენ გვაქვს ისებები, ისე აქვს კანადაშიც თუ ავსტრალიაში. გასაგებია. ბატონ გია, ბოლო შეკითხვა მექნებოდა თქვენთან მემორანდუმთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მხარდამჭერი ხართ ხურვალე ამ მემორანდუმის. ხო არ ფიქრობთ, რომ შეთავაზება ცოტა დაგვიანებულია და თან ზოგიერთები ამაში პიარს უფრო ხედავენ, ვიდრე რეალურ ნაბიჯებს? ინციდენტების პრევენციით. ხურვალე მხარდამჭერი ვარ თუ ცოტა გრილი მხარდამჭერი ვარ, ყოველ შემთხვევაში ეს ჩემთვის არ კეთდება. ქვეყანაში, საზოგადოებაში, სადაც ძალიან ცუდი ტრადიცია არსებობს წინა საარჩევნო პერიოდში ურთიერთმოპყრობის და ეს ტრადიცია 90-იანი წლებიდან მომდინარეობს. რაღაცა უნდა იყოს ისეთ მოწოდება, მაგალითის ჩვენება პოლიტიკური ლიდერების და პარტიების მიერ, რომ საზოგადოებამაც ეს აიტაცოს, გაეთავისოს და ტრადიციის ამ ტრადიციის დამკვიდრებაში აუცილებლად შეიტანს პოზიტიურ როლს და ახლა იქ პოლიტიკური განცხადებების კეთება ამ თემაზე ფიქრობ უფრო ლაკმუსის. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ბატონი გიორგი ვოლსკი გვერდთობოდა პირდაპირ ეთერში ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი. იგივე შეკითხვით თქვენთან გადმოვალ ბატონ გიორგი
აი ამ მემორანდუმთან დაკავშირებით, ეგრეთ წოდებული მშვიდობის მემორანდუმის ხელმოწერასთან დაკავშირებით, თქვენი ყოფილი თანაგუნდელები, ამის წინააღმდეგები არ არიან იგივე რესპუბლიკელებმა თქვენ თავისუფალმა დემოკრატებმა თქვენი პარტია? ალბათ არა და პირადად ჩემას გეუბნებით, პარტიაშიც არა, რა არის ამაში ცუდი, ცოტა დაგვიანებულია შეიძლება კი, შეიძლება არა, მაგრამ რატომაც არა, თუ კი სიმშვიდე იქნება და ცივილურად ჩავატარებთ არჩევნებს და ეს არის ეს ერთ-ერთი უზრუნველყოფილი. ერთ-ერთი ალბათ, მე ეს არ არის მთავარი, ჩემი აზრით, მაგრამ მითო კარაკითო კარგა აფუჭეფო და ასე შემდეგ, რა დაშავდება ამით, თორე დიდ ეფექტს ახლა რო გითხრათ პირადად მე ალბათ. დიდი ეფექტის მომტანი სხვადასხვა შეიძლება იყოს იგივე გიორგი მღებრიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივა, რომ უბნებთან რაღაც გარკვეული პოლიციური ჯგუფები შეიქმნება სპეციალურად წესრიგისთვის. ხო, ეს ცოტა რასაკვირველია გარკვეულ სიფრთხილეს და ესეც საინტერესოა, იმიტომ რომ პოლიციას ხო ისედაც ევალება წესრიგის დაცვა. ხო, ეს ისედაც ევალება და ბუნებრივია, რომ თავარი ამოცანა ეს არის სერიოზული გამოწვევა ეს არჩევნები და დიდი სიფაქიზეა ალბათ და კორექტულობაა საჭირო იმისათვის ეს არის საბოლოო ჯამში ეს არ არის რაღაც გარკვეული პოლიტიკური ძალების წარმატება და ეს არის ქვეყნის მომავალი და პერსპექტივა. ამიტომ იმედი მაქვს რომ ვისაც ევალება ეს და განახორციელოს უნდა სწორად გაითავისებს ამას ეს ქვეყნის მომავალია. სტაბილურობა ძალიან ჭირდება ჩვენს ქვეყანაში. და ბოლოს შეკითხვას დააგისვამთ რას ორგანიზაციებს აი დღევანდელ ინიციატივაზე. თქვენ ისე სათქხედავენ თქვენს პარტიაში? ჩემ პარტიაში არ ვიცი სათქხედავენ ხო, მაგრამ პირადად თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ ხო მე ძალიან ფიქრობ წარმატებულად ვიმუშავე ჯანდაცვის კომიტეტში და რასაც ვაკეთებდი პროდუქტიულობას მქონდა საკმაოდ და კანონი დავდე და ამიტომ მართალი გითხრათ დიდი სურვილი და საერთო სურვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში ჩემი თავი ვიხილო არა მაგრამ ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის რომ მე აქტიურად მქონდეს ბერკეტი რომ სწორი მინისტრები შევარჩიოთ და სელექცია მოხდეს ახალგაზრდა თაობიდან უპირველეს ყოვლისა. და სად იყრით კენჭს თქვენ პირადად? მე ვაკის მეორე, ანუ ვაკეში. კონკურენცია საკმაოდ მძაფრი. კონკურენცია არის როგორც ყველგან, მაგრამ ვფიქრობ რომ ამ კონკურენციას გაუძლებ, შედეგები გვექნება, ვნახოთ რა. პარტიას როგორი შანსები აქვს? ბარიერის გადალახვის პრობლემა არ უნდა დაუდგეს? ვფიქრობ რომ უკვე ბარიერის თემა აღარ არის, ეს აბსოლუტურად სრული დარწმუნებით ვამბობ ამის შესახებ, გააჩნია ამ ბოლო მონაკვეთს როგორ გავივლით და ისევ აქცენტს ვაკეთებთ პროგრამებზე და ასე ვთქვათ, ძალიან დიდ როლს მეუთმობ ადამიანებთან, ხალხთან შეხვედრებს, რაც ძალიან სერიოზული რამ არის. ანუ პროგრამული პირველად ჩემს მეხსიერებაში და ჩემი მეხსიერება ფარავს 25 წელს, ხო? საქართველოს დამოუკიდებლობისას პროგრამებს ახსენებენ სულ მცირე ამომრჩეველი. უკვე ეს რაღაცა კარგი გაგებით მოდა მკვიდრდება და თუ კი პროგრამის ანალიზი გახდება, იქნება საქმე. ხო, ითხოვს ამომრჩეველი ნამდვილად. ეს კარგია. დიდი მადლობა თქვენ ბატონ გიორგი, წარმატებებს გისურვებთ თქვენს უბანში, საარჩევნო ოლქში. ჩვენ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავაბრუნდებით და ჩვენ შეკითხვებს უკვე სოსოცის კარიშვილი, დავით ზურაბიშვილი და ბოლოსკენ უკვე გოგი თოფაძე უპასუხებენ. მადლობა. საღამოს თოქ-შოუ კოკა კვირკველიასთან ერთად. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია საღამოს თოქ-შოუ, მე ჟურნალისტი კოკა კვირკველია ვარ. გადაცემის მეორე ნაწილში დღეს განვითარებულ საინტერესო მოვლენებს ექსპერტი სოსოცის კარიშვილი გაანალიზებს, ასევე გავიგებთ, რატომ დასჭირდა წინა საარჩევნოდ რესპუბლიკური პარტიის ლიდერს დავით ზურაბიშვილს რელიგიური კონფესიების დაცვა და მართლმადიდებლური ეკლესიის კრიტიკა, ხოლო გოგი თოფაძისგან მოვისმენთ, რატომ არის იმედიანად ბარიერის გადალახვის საკითხში. სანამ ბატონ სოსოსთან დავიწყებდეთ საუბარს, ორი კითხვით მიმართავთ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ბატონ დავით ზურაბიშვილს. მოგესალმებით, ბატონ დავით, დიდი მადლობა, რომ იღებთ მონაწილეობას ჩვენს ეთერში. ბატონ დავით, რატომ გახდა წინა საარჩევნოდ საჭირო თქვენი პარტიის მხრიდან რელიგიური უმცირესობების თემის წამოწევა, მაშინ როდესაც ამას შესაძლოა თქვენი ორთოდოქსი ამომრჩეველი დააფრთხოს და ხო არა ეს მესიჯი გათვლილი სწორედ რელიგიური უმცირესობების ამომრჩეველზე, ანუ მათი ხმების მოზიდვაზე? ძალიან არაკვალიფიციური შეკითხვაა, იმიტომ რომ ეს სააგენტო IP-ზე რაღაცას გეტყვით რა. ეს იყო შეხვედრა, არის ამას ატარებს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. ეს რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები მათ ეცნებიან და ყველა პარტიის ხედვას ისმენს რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით. ეს თქვენმა განცხადებამ გაჟონა თუ ოფიციალურად თქვით? ერთით დავასრულებ და მე ვკითხე. თორემ მე არ მერიდება, მე რაც იქ ვილაპარაკი, შემიძლია ახაც გავიმეორო, უბრალოდ რომ ვიცოდეთ ისე.
ჩვენ დღეს იყო შეხვედრა, სადაც რესპუბლიკური პარტია აცნობდა თავის ხედვებს ამ საკითხებთან დაკავშირებით, თავის პროგრამულ შეხედვებს, ასევე ჩვენ პასუხობდით იქ შეკითხვებზე, რაც ისმოდა და რა თემებს გაჩერდებოდა, იმაზეც იყო ასტაკაცლა გამოსვლა. პრობლემა ის არის, რომ ეს შეხვედრები საერთოდ არ ხდება პრესის თანდასწრებით და იმ შეხვედრებზე რაც ითქვა, ის პრესაში არ უნდა გადიოდეს. ამ შემთხვევაში გავიდა კონტექსტის გარეშე რაღაცა ინფორმაცია, რომ მე თვითონ რაღაც განცხადება გავაკეთე, თვითონ პარტიები რაღაც განცხადებას აკეთებს. თუმცა ის აზრი, რაც მეც მქონდა, მოყვა იმ შეკითხვაზე, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის კონკრეტულ ფაქტებზე ლაპარაკი, რამდენიმეზე, როდესაც იქ საქართველოს საპატრიარქო გამოდის ხოლმე ერთგვარ შუამავლად, თქვათ, სხვა კონფესიის წარმომადგენლებთან. ანუ ის რო განსაზღვროს რაღაცა სხვა კონფესიის წარმომადგენლებზე მე თქვი და ახალგაზრდებთან რა თქმა უნდა დავადასტურებ ჩემ ნათქვამს რომ ეს არასწორი მიდგომაა, იმიტომ რომ სახელმწიფო ყველა კონფესიასთან უნდა ამყარებდეს ურთიერთობას თვითონ. შუამავალად არ შეიძლება იყოს ერთი რელიგიური ორგანიზაცია იყოს, თუნდაც ისეთი სამართლებრივი როგორც საპატრიარქო, სხვა რელიგიურ ორგანიზაციასთან შუამავალად არ შეიძლება იყოს ეს იქნებ სეკულარული სახელმწიფოსთვის არ არის სწორი, ეს არის ეკლესიის ჩარევა იმ ფუნქციებში, რაც მისი ფუნქცია არ არის. და განსხვავებული რა გკითხეთ აბა მაშინ ბატონ დავით? ბატონ არავით არ სპეკულანტო, არავინ არ თემით სპეკულაციას. ჩვენი ხედვა გადმოვეცით, რაც შეეხებოდა საერთოდ რელიგიურ უმცირესობებს, თulit რომ უნდა იყოს სულად ინტეგრირებული ჩვენ საზოგადოებაში, ვილაპარაკეთ საჭიროებო საკითხებზე, მათ შორის დაისვა ეს კითხვაც და ამ კითხვაზე ისვა ჩემი პასუხი. თუმცა რა არის ათაკილო იმაში, რომ თუნდაც ამ კატეგორიის ამომრჩეველზე მუშაობთ? მე მას ვერ გეტყვით ეს მართალი კითხვა, ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ წესით ასეთ საუბრები იქ ბევრ სხვა თემაზეც არის. არა, რა არის სათაკილო იმაში, რომ ამ კატეგორიის ამომრჩეველზე მუშაობდეთ და მათ გულის მოსაგებად გააკეთებინათ ეს განცხადება. არა, ეს ლაპარაკი და არავითარ ამომრჩეველთან საერთოდ საარჩევნო თემატიკა არ ყოფილა, ეს არის პრინციპული საკითხი. მესმის, თუმცა თქვენი განცხადება დღეს გავრცელდა და ამიტომ გაგვიჩნდა ეს შეკითხვა. ღირებულებით საკითხია და ეს არის ჩვენ არ ვიყენებთ ამას საარჩევნო არც არანაირი მხრივ სპეკულაცია. ზუსტად ეს მინდოდა მეკითხა, არჩევნების წინ არის ეს საკითხი ასე წამოსაჭრელი და იმიტომ რომ ჩვენ არაერთი მსგავსი მოთხოვნა მოგვისმენია. პასუხობდა ჩვენ არაფერი დასამალი არ აქვს. ჩვენი პოზიცია გაგვაჩნია, ვის ამბობს ყველა ჩვენი პოზიცია, არც ვაფერი ვფიქრობ ეს არის სწორი და სახელმწიფოებრივი პოზიცია, ვინც ახლა ამ პოზიციას გაიზიარებს და გვიჭერს სხვა, ვინც არ გაიზიარებს და სხვანაირად იფიქრებს, უნდა გვიჭერს ბატონო, ხარ არ არის პრობლემა. ხო. კარგით, მოდი სხვა თემასაც შევეხოთ. არასამთავრობოების დღევანდელ ინიციატივაზე მინდა კითხოთ. წარმოადგენთ შესაძლო მინისტრობის ექსელს და სათხედავთ თქვენს თავს კაბინეტში, ნუ მე პარტია ამაზე ელაპარაკებს და თავის პარტიული გადაწყვეტილების დონეზე. ჩემ პირადი აზრით საერთოდ მეჩნიეს უასრობად რა, იმიტომ რომ შეუძლებელია და არ მეგულება საქართველოს პარტია, რომელსაც შეეძლოს მარტო თავისი რიგებით დააკომპლექტოს წელი სამინისტრო. ელოდით ისე არასამთავრობოებისგან ამ ინიციატივას, იმიტომ რომ მართლა მოულოდნელი ინიციატივა იყო. არა, მე არ მესმის, უბრალოდ აზრი არ მესმის ამის, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ლაპარაკობთ რესპუბლიკური პარტიაც სულ რომ არა მარტო რესპუბლიკური პარტია, ჩვენ მრავალპარტიულ პარლამენტს ველით უფრო და ველით რომ უფრო კოალიციური ხელისუფლებები იქნება, თორემ მე რა თქმა უნდა მაქვს შემოსაზრებები და შემიძლია კი ბატონო რას წარმოგიდგინოთ რესპუბლიკური პარტიის ყველა წევრი რომელი მინისტრი იქნებოდა და გარწმუნებით ცუდი მინისტრი ნამდვილად არ იქნებოდა და რატვისაც ეჯობნა, მაგრამ არ გონია ეს სწორი იყო საერთოდ ასეთი ტრადიცია ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენის ტრადიცია ეს ინგლისივიცი ასეთი ბრიტანეთი მეტი ასეთი არა მე არ ვიცი მართალი კითხვა ხო ნუ ხა 21 არასამთავრობო ორგანიზაცია რო შეიკრიბება და მერთად მოითხოვს მსგავს რამეს მართლა ცოტა უცნაურია თუმცა საინტერესო კი არის დიდი მადლობა თუმცა დაინტერესებს ვინ რომელი პიროვნება რა თემებზე მუშაობს ეს ისედაც ცნობილია ვის დავნიშნავდი მე განათლების მინისტრად შეიარაღ საქმეთა მინისტრად თავდაცვის და მეორე საკითხია ეს შეიძლება ეს ყოველწლიურად პოლიტიკური შეთანხმებების შედეგი და რაც გარკვეული ეს შეიძლება საპარლამენტო არჩევნები და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ხა ასე ჩვენ არ ვეგმავთ ერთ პირველ გამარჯვებას ნამდვილად არ გეგმავთ თუმცა ვეგმავთ რომ იქნებით სოლიდურად კი ბატონო დიდი მადლობა ბატონო დავით ზურაბიშვილი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი და განვაგრძობთ საუბარს სტუდიაში ბატონ სოსოცის კარიშვილთან ბატონ სოსო მოგესალმებით დიდი მადლობა რომ ხართ სტუდიაში ჩემთან სტუმრად ბატონ სოსო, ყველასთვის კარგად არის ცნობილი თქვენი მწარე კალმის შესახებ, ხშირად სიმართლეს ყველასგან განსხვავებული ფორმით ამბობთ ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ არის, კითხვებიც. დღეს რეზონანსში თქვენ წერთ, რომ ოცნება ნაციონალებს გავს ყველაფერში, ოღონდ ცოცხების გარეშე და მართლა ასეა? თქვენ გონიათ, რომ არც ცოცხების გარეშე არ არის, ცოცხებსაც ხმარობს? მე თქვენ გეკითხებით. გავს ოცნება ასე მწარედ ნაციონალურ მოძრაობას ცოცხების გარეშე? ჟურნალისტთან საუბრობდით ჩვენ საარჩევნო გარემოზე და ძალაუნებურად
შევეხეთ კანონმდებლობას, რომლის ცვლილების ოცნება ჩაგვინერგა ქართულმა ოცნებამ ჯერ კიდევ 4 წლის წინ. სინამდვილეში შენარჩუნდა ყველაფერი მიუღებელი, რაც იმ დროს იყო და არანაირი ადეკვატური ცვლილება აქ არ მომხდარა. ოპონენტები მეტყვიან, რომ სხვანაირად დარაიონდა ოლქები. ეს რასახის დავით არაბას გადავეწყობით, უფრო არ ეთანხმებით ისე ასე დაყოფას ოლქების. კი ბატონო, იცით, იმიტომ რომ მართლა ძალიან შეკითხვა ეხლა 5,000-იან ყაზბეგს და 200,000-იან გლდანს რომ ერთი წარმომადგენელი ყავდეს პარლამენტში. ცოტა ისეთია დისბალანსი. მისაღები შეიძლება არითმეტიკულად გამომდინარე ამორჩეველთა რაოდენობიდან, მაგრამ ერთია, როცა რაღაც მინდორზე არის ეს მთელი სივრცე და მეორეა მაღალმთიანი და ზღვისპირა ტერიტორიები. ისედაც პრობლემური იყო წინააღმდეგობებისაც თავად ესე იგი ინდივიდუალების შერჩევა მაჟორიტარების თანამდებობებზე. ახლა რანაირად უნდა მოიქცენ ეს ადამიანები? მე არ მინდა დავკარგო საშუალება გაქცეთ ზუსტი პასუხი იმაზე, რატომ დაიბადა ეს ფრაზა ჩემი. კი. ესე იგი, გვპირდებოდნენ, რომ გამოითიშებოდა ყველა შესაძლებლობა გაყალბებისა არჩევნების სამომავლოდ, ანუ უკვე კარს მომდგარ ოქტომბერს, რადგან ჩვენ თითქოს მივიდოდით საარჩევნო უბანში, თითს დავადებდით და საკუთარი თითის კვალი იქნებოდა განუმეორებელი და სხვას აღარ იქნებოდა საშუალება ან ზედმეტი თითი დაეჭირაზეთ, ან თითქოს და სხვისი სახელით მიიღო მონაწილეობა. ეს არ მოხდა. იყო საუბარი იმაზე, რომ დიახ დაზუსტდება ამორჩეველთა რაოდენობა და ესე იგი მათი ჩართვა იქნება შესაძლებელი. არაფერი გაკეთებულა ფაქტურად იმისთვის, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა საზღვარგარეთ, რომელთაც შენარჩუნებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა, რამენაირად საკუთარი როლი შეასრულონ ამ იმაში, რადგან კიდევ უფრო ნაკლებია ყურადღება ჩვენი დიასპორის მიმართ, ვიდრე ეს წინაარჩევნებების დროს იყო. ასევე, როდესაც ვისმენთ ერთი და იმავე ციფრს, 3,700,000. სახელმწიფო დაწესებულება, რომელსაც ქვია კომიტეტი ერქვა ადრე და ეხლა სამსახურია, რომელმაც ყველაფერი უნდა დათვალოს და მოგვახსენოს, გვეუბნება, რომ 3,700,000 ადამიანი ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში. კი. ამორჩეული შესაბამისად ვერ იქნება. იგივე 3,700,000 არის ციფრი, რომელსაც საარჩევნო ცენტრალური კომისია ამაზე მეტი ცინიზმი რა შეიძლება ამორჩევლის მიმართ, რომ გაჟღერდეს რომელიმე ხელისუფლების სტრუქტურების მიერ. ამის შემდეგ როგორ უნდა ვიფიქროთ, რომ დიახ, ეს ყველაფერი იქნება უმციკლო და როდესაც საუბარია ხოლმე ესე იგი რესურსების გამოყენებაზე ხელისუფლების მიერ გვახსოვს ყველაფერი როგორ ხდებოდა, მაგრამ ისიც გვახსოვს რა ხდებოდა მაგალითად საგარეჯოში, როდესაც შედგა გარდამავალი არჩევნები და რა სცენა იყო ჩვენს ტელეეკრანებზე, რომელიღაცა შენობის წინ ჩამწკრივებული იყო 7 თუ 8 მინისტრი. თავის პრემიერ-მინისტრიანა. და ერთ-ერთი მთავრობის წევრი ბრძანებდა, რომ ეს არანაირი ორგანიზაციული რესურსები
არის გულისხმება ამაში, ასეთი რესურსი არის მხოლოდ ბენზინი და მანქანა, თორედ საკუთარ თავს, როგორც ჩანს, ნულოვანი მნიშვნელობის მაშინ გარიხილავდნენ. არა შეიძლება რომ შედეგებიც ვიცით იმ საგარეჯოს არჩევნების მე არ ვდაობ შედეგიზე, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენ ვიმყოფებით ისეთ სივრცეში, რომელსაც ყოველდღიური ზედამხედველობა ჭირდება, ამას მონიტორინგს ეძახიან, სწორედ არასამთავრობო სექტორიდან იმ პროცესებზე, რაც რეალურად მიმდინარეობს. გასაგებია. ბატონ სოსო, შემდეგ საკითხზე, აი დღეს ყველაზე აქტუალურზე რო გადავიდე, დღეს გავრცელდა ძველი ახალი კადრები, აი თქვენს უყურებდით აქ პალიტრანიუსია ჩართული ჩვენ სტუდიაში და თვალსადევნებდით ამ კადრებს კიდევ ერთხელ. თან ამასთან წინა საარჩევნოდ აქტიურია მთავარი დამტყმელი ძალა ბიძინა ივანიშვილიც, ის ხან ყოფილ თანაგუნდელებს ლანძღავს, ხანაც სხვა ოპოზიციურ პარტიებს აკრიტიკებს და კიდევ რა შეიძლება კონდეს ოცნებას არსენალში წინა საარჩევნოდ, როგორც ჩანს, ამ ყველაფერს, მართლა საარჩევნოდ იყენებენ იგივე ამ კადრებს. რას ფიქრობთ, რა შეიძლება კონდეს? იცით, ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგოდ თქვათ, კიდე შეიძლება რაღაც კადრები იყოს და აი ყოფილ თანაგუნდელებს მეტი რა. განათლებით თავდამძიმებულები, ალასანიაზე ცოტა შერბილდა ამ მიმართულებით. რესპუბლიკელებს ვთქვით, რაც თქვა, აგერ ფორუმელები გალანძღა გუშინ. არ დაინდო მრავალფეროვნება ბატონი ბიძინაშსი შესაშურია. მან არაერთი ფუნქცია შეასრულა მას შემდეგ, რაც 2013 წლის ოქტომბერში დაანება თავი პრემიერ-მინისტრობას, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ პარალელურად ის ბრძანებდა, მაგალითად 4 ოქტომბერს 2013 წლისა ოზურგეთში, სხვათა შორის მაშინ, როდესაც წარუდგინა პრეზიდენტობის კანდიდატი, რომ მისი ფრაზაა, ყველა დაპირება, რომელიც პოლიტიკაში ჩემი მოსვლიდან 2-3 წლამდე პერიოდზე იყო გათვლილი, უკვე შევასრულე. ყოჩახ ბატონო ბიძინა. ახლა კი მოღვაწეობის 20 წლიან პერიოდს ვიღებ. ახლა იმდენი არითმეტიკა მაინც ვიცით, რომ 3 წელი გავიდა 2013 წლის შემდეგ. ესე იგი, კიდევ 17 წლის განმავლობაში ბატონი ბიძინა გეგმავს იმ ცვლილებების ჩატარებას, რომელიც აღწერილია მის მიერ და რომ 20 წლის შემდეგ მიაღწევდა იგი საბოლოო გამარჯვებას. ანუ მისი წარმოდგენით არა მხოლოდ 2016 წლის არჩევნები უნდა მოიგოს, არამედ 2020-ის, 2024-ის, 2028-ის და სულ ყველა ამ პერიოდში 41-ს უნდა შემოვალოთ წრე. და ასე მივალთ 2032 წლამდე, როდესაც ბატონ ბიძინას თავისი სურვილით 20 წლიანი პერიოდი და რა აქვს არსენალში? აი მაგალითად ეხა წინა არსენალში რა აქვს? ისევ და ისევ სამწუხაროდ ნეგატივი. ვერ შეძლო მან ქება გაემეტებინა რომელიმე ერთი პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელიც მას შეიძლება თეორიულად მაინც წარმოეჩინა როგორც შესაძლო კამპანიონი, ასე ვთქვათ. ისე ერთი ის ქონდა მცდელობასავით, ალასანია კი გალანძღა, მაგრამ მისი პარტია შეაქო და თავის ქართულ ოცნებას თუ არ მისცემთ ხმას, მაშინ მიეცით. ეხლა საინტერესო იქნება ბატონი ივანიშვილის რეაქცია, თუ ჩვენ მას გავლანძღავთ და შევუქებთ პარტიას. მე მგონი ყოფილი არ დარჩება. ახლა ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ბატონი ბიძინა მომავალი 17 წლის განმავლობაში ვერ შექმნის რაიმე ახალ მიდგომებს, ის ჩამოყალიბებული პიროვნებაა და სიტყვის პატრონია. შესაბამისად, არ გადაუხვევს ამ შემდგომი 17 წლის განმავლობაში იგივე ბილიკიდან და რასაკვირველია, ეს
სრულიად გაუგებარი იქნება იმ პოლიტიკური სივრცისთვის, საიდკენაც ვიღწვით და რომელსაც თვითონაც გვილოცავს, რომ ეს არის ევროპა და ევროატლანტიკური, სხვა შორის უკანასკნელ ხანებში ბრძანებს ხოლმე ის თავის აზრს ნატოსთან დაკავშირებით, აქამდე ის დუმდა და ბოლოს მას არავინ შეუშლის ხელს, რომ გააგრძელოს სატელევიზიო სივრცის სოლისტის საქმიანობა. ყოველ კვირას გამოსდის. მე ვთვლი, რომ თუ ვინმეს ვნებს, ასეთი სოლო გამოსვლები ეს თავად ავტორს. კი ბატონო, ბატონსო, სხვა თემაზეც გადავიდეთ. თქვენი დამოკიდებულება პაატა ბურჭულაძის პარტიის მიმართ არაა დაფარული, აქამდე ასე იყო და მის გამოჩენას თავის დროზე მესამე ძალა უწოდეთ, თუმცა მას მე რაღაცები შეიცვალა. დღეს ეს პარტია სატელეფონო საუბრების გამოქვეყნების შემდეგ ბევრისათვის ასოცირებულია ნაციონალურ მოძრაობასთან და რას ფიქრობთ, რითი უნდა მოიშოროს ეს კლიშე პარტიამ, რომლის ბლოკში დღესაც არიან ყოფილი ნაციონალები? ეს რეცეპტი რო ვიცოდე, ეტყოდით. უპირველეს ყოვლისა პაატას ვეტყოდი, მაგრამ ფაქტი სახელზეა. რა დასამალია და დაახლოებით 3-4 თვის წინ ერთი ჩემს მიმართ კეთილად განწყობილი მაღალჩინოსანი მივიდა დასკვნამდე, რომ ჯობია მე განვერიდო ურთიერთობებს ბატონ პაატასთან. ერთი ნაცნობის, რადგან იგეგმებოდა ასეთი განმაქიქებელი ქმედებები პაატას საწინააღმდეგოდ და გამოქვეყნდებოდა რაღაც სხვადასხვა აკრედიტირებული დოკუმენტები თითქოს და რასაც პაატა სერიოზულად არ მოეკიდა, მხოლოდ ჟიმილით საუბრობდა ამ თემებზე, დადიოდა და მის გარემოცვას უკითხავდა სხვადასხვა ბრალდებას, რომ თურმე მას 50 სახლი გააჩნია თბილისში. ხო, ეს და ბევრი ასეთი. მაგრამ ამ ჩანაწერების მერე, აი ესე ეხლა ეს ჩანაწერია პაატა ბურჭულაძეს, როგორ ფიქრობთ? ეს მართალი გითხრათ არ მაქვს მოსმენილი ეგ, მაგრამ იქ რო რაიმე მოულოდნელობა ყოფილიყო არ არც არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ნიკა გვარამიასთან დიალოგი. ხო და დიალოგი ეხლა მე მაგალითად სიამოვნებით შევარ დიალოგში მაგ რუსთავიორის მმართველთან, მიუხედავად იმისა, რომ ღია ეთერში ძალიან კაცრად ესე იგი ვაკრიტიკებ ხოლმე მას და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ აღმოჩნდი ღია ეთერში რუსთავიორის, მაგრამ ეს სრულიად სხვა ჩანართია, რადგან ეს ჩემთვის სიახლე არ არის 2014 წლიდან მე ამგრძალა უსაფრთხოების საბჭომ ღაბრიბაშვილის დროინდელმა, რომ გამოჩენილიყავი გადაცემებში ტელეკომპანია იმედზე, ასევე საზოგადოებრივ იმაზე ეკრანზე ეს არ არის განხილვის თემა. ბატონსო, ძალიან მოკლედ რომ მითხრათ, ეს ყოველივე პაატა ბურჭულაძის პარტიის რეიტინგზე დადებითად აისახება თუ დადებითად რასაკვირველია არა? არა ისახება, მაგრამ არც ისე კატასტროფულად ფიქრობთ? ვერ გეტყვით ისე ახლა თუ ვინმე სურს თვით კატასტროფის მოწყობა, ამაში ხელს ვერავინ შეუშლის. მაგრამ ბატონი პაატა თავად თავისი თვისებებიდან გამომდინარე, მე მას 30 წელია ვიცნობ. მე მგონი შეეჭიდა პირდაპირ ყველაზე მძიმე თემებს და ის გზა, რომელიც მედის ხოლმე წარმატებამდე, მან ადვილად განვლო, გამომდინარე იქიდან როგორი შეხვედრები ჰქონდა მას მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ ჩემთვის მოულოდნელი იყო, რასაკვირველია გირჩის გამოჩენა ამ კოალიციის სახით და არც იმას გამოგვიცხავ, რომ თავად ბატონი პაატასთვის პარლამენტარობა არ არის
კი ბატონო, ძირითადი ოცნება. ცოტა რთულად არის ბაატა ბურჯულაძის პარტიაში ამ დროისთვის საქმე ხალხის გადინება და მთელი ამბები. არა, ხალხის გადინება, რასაკვირველია, ეს გახლავთ შედეგი ბატონი პატას შეცდომის. ძალიან დიდი მადლობა ბატონ სოსო. კიდევ რამდენიმე საკითხზე მინდოდა თქვენთან საუბარი და თქვენი აზრის მოსმენა, თუმცა დრო არ გვაძლევს იმის საშუალებას, ზუსტად 5 წუთი მრჩება, არ და სატელეფონო ხაზზე ყავს ბატონი გოგი თოფაძე, თქვენ კი უღრმესი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. არასამთავრობოებმა თავის პატრონს მოკითხონ, რადგან ისინი ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან და მომავალს უწამლავენ ჩვენს მომავალ თაობას. ეს სიტყვები თოფაძე მრეწველები ჩვენი სამშობლოს სიის პირველ ნომერს გოგი თოფაძეს ეკუთვნის. ბატონ გოგი, ძალიან დიდი მადლობა თქვენ, რომ იღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. რამ გამოიწვია თქვენი გაღიზიანება არასამთავრობოებს ხო არ აბრალებთ ოცნებასთან გზების გაყოფას? ნუ თქვენგან განსხვავებით ზოგიერთი ყოფილი თანაგუნდელი ახლა ოცნების პარტიულ სიაში, იგივე ძიძიგური რო ვთქვათ გაჩეჩილაძე და კიდევ რამდენიმე მაგალითის მოყვანა შეიძლება. ჩემი თანაგუნდელები იზიარებენ ჩვენ აზრს, მე საერთოდ ლაპარაკობ, ის ორგანიზაციები თუ პოლიტიკური პარტიები, ვინც უცხოელებისგან იღებენ შევადარიგებას და იმათ წუაზე აგებენ თავის მოღვაწეობას, არ მიმაჩნია, რომ ესენი ჩვენი ქვეყნისთვის ბევრ სიკეთეს მოიტანენ. მე ვლაპარაკობ არა ყველაზე, არა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელიც იკვებება და ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს. ამიტომ მაგათ სხვა კომენტარს გავაკეთებ და ეს არის ჩემი პოზიცია და დიდი ხანია იციან. და ბატონ გოგი, მაინც რო კითხოთ, ვის წარმოიდგენდით მინისტრთა კაბინეტში, თქვენს პარტიულ სიას რო გადავხედოთ, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ ორი სახეა, თქვენ ძალიან ცნობილი და ზურაბ ტყემალაძე და ახლა შემოერთებული ტრისტან წითელაშვილი და გია კორკოტაშვილია. არის ამ ხალხის ადგილი მინისტრთა კაბინეტში, როგორ ფიქრობთ, ანდობდით მაგალითად წითელაშვილს თავდაცვის სამინისტროს? ესე იგი, ჩვენ ვართ ბლოკი, ჩვენ ბლოკის წევრებს ჩვენი სამშობლო აქვს თავის ხედვა, ჩვენ თავარ საკითხში შევთანხმდით, ჩვენ მოვნახეთ საერთო ენა, ესენიც არიან იმ პოლიტიკური ორიენტაციის, რომელიც ჩვენ გვაქვს. ეხლა მათ ვიზია აქვს წარმოდგენა და ეხლა მე კარგად რო გითხრათ არც ერთს ვიცნობ. მე თქვენი აზრი მაინტერესებდა ტრისტან წითელაშვილს ფიქრობთ რომ არ ვიცნობ კარგად და როგორ დავახასიათო. არ ვიცი ბლოკშია და მიტინგზე შემხვდა. არა მაქვს. ბარიერის გადალახვის შემთხვევაში გამსვლელ სიაშია თქვენთან ეს ადამიანი. ჩვენთან მოგახსენეთ, ჩვენ ბლოკში 5 პირველი 5 ათეულში 5 ჩვენ ვართ, 5 ჩვენი მეგობრები. მე ყველას რო გითხრათ, ყველას ვიცნობ. მე თქვენს მიერ დასახელებული სახლი. ისე თუ ასე აზრობრივად არ ეთანხმებით ერთმანეთს ბევრ რამეში, რატო დაგჭირდათ მათთან გაერთიანება ბატონ გოგი? არ ვიცნობ. და რატო ყავთ მე ასეთი ადამიანი სიაში? მე რატო მეკითხები? ადამიანს რომელსაც არ ძალიან მარტივად გეუბნებით, რომ არიან ესე იგი ჩვენი ბლოკის წევრები, ჩვენ ერთად მოვნახეთ საერთო ენა, მათ ხალხ თავიანთ მაჟორიტარები, ჩვენ გვაქვს ჩვენი მაჟორიტარები. აი ეს გასაგებია. კარგით, ბოლო შეკითხვას დააგისვამთ თქვენი იმედიანად ხართ ბარიერის გადალახვაზე, საკუთარი პროგნოზებიც კითხვით დღეს პრესკონფერენციაზე, ვის შეიძლება შეექმნას ეს პრობლემა. მათ შორის ახსენეთ ნაციონალური მოძრაობა და მართლა ფიქრობთ, რომ ამ პარტიას გაუჭირდება ბარიერის დაძლევა და თქვენს პარტიას არა? რომელ პარტიას? ნაციონალურ მოძრაობას. ნაციონალურ მოძრაობას მე რო არ ვკითხოთ, ის რაც მათ აქვს შადენილი 9 წლის მანძილზე. გაუჭირდებათ ბარიერის გადალახვა? მე ვლაპარაკობ, რაც მათ შადენილია, იმას თუ ხალხი აპატიებს და კიდე მათ მისცემს ხმას, მაშინ ცოდვა ჩვენი ქვეყანა. გასაგებია, ბატონ ბიძინას ამბობდა, რომ მათ სტაბილური 200-დან 300.000-მდე ამორჩეველი ყავდა, შესაბამისად. ბატონ ბიძინას ესე გონია, შეიძლება 400 დააგროვონ, მაგრამ მეცოდება ჩემი ქვეყანა, ჩემი სამშობლო. თუ კიდე ამდენი ხალხი მათ ხმას მისცემს. გასაგებია, დიდი მადლობა. იცოცხლეთ. მადლობთ, ეს იყო გოგი თოფაძე, საღამოს თოქ-შოუ დღეს ამით დასრულებულია. ჩვენი სტუმრები იყვნენ სერგი კაპანაძე, ნაციონალური მოძრაობიდან, გიორგი ვოლსკი, ქართული ოცნებიდან, გიორგი ხეჩინაშვილი, ეროვნული ფორუმიდან, დავით ზურაბიშვილი, რესპუბლიკური პარტიიდან, გოგი თოფაძე მრეწველებიდან და ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი. გმადლობთ, გემშვიდობებით მომავალ ორშაბათამდე. საღამოს თოქ-შოუ კოკა გვირკველიასთან ერთად.